საქართველოში საწვავის ფასი გაძვირდა ბოლო 20 დღის განმავლობაში საწვავის ფასმა 2-დან 6 თეთრამდე მოიმატა. ბენზინგასამართლათურებში ბენზინისა და დიზელის ღირებულების მომატებას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირებენ. აღნიშნულის გამო მძღოლები და ქვეითადმოსიარულეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამდღა სააგაშვილის ერთი ლარი სააგაშვილის მიქონდაო და ახლა ნახევარზე რო ევიდა გაძვირება იმას ატოვებენ. ყოველდღე 5 კაბიკს რო იმავ 5 რო უვატერებ ყოველდღე. ზერჯერა და დაწყება მოხდა და ყოველდღე რო ჩასასხამებს აუცილებლად. წვირდებოდნენ ალბათ რა ვიცი მოიქნებს ფასები ლარითაც წვირდებოდნენ მაგრამ აქტივებს ძალიან ცუდი. ყველა თავის ჯიბეს იმდიდრებს და ხალხი მოგიგიდა ფეხებზე. ხმა მიიღენ არჩევნებში თბილ სკამებში მოკალათდნენ და გაჯვრებულ ხალხს არ დაეძებენ. დაფიქსირებულ 6 თეთრიან მატებას ჯერჯერობით არ მოქმედია ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის ტარიფზე. მძღოლები ირწმუნებიან, რომ საწვავზე არსებული ფასი ტარიფს ვერ გაზრდის. ტრანსპორტის გაძვირებას არა, მაგრამ ყველა პროდუქტები და იგი საერთოდ ყველაფერი მეიმატებს, ასე და ასე. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საწვავი 20%-ით უნდა იყოს გაზრდილი, რომ მოხდეს ტრანსპორტის ღირებულების გაძვირება, თუმცა აღნიშნავენ, რომ წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ტარიფის ზრდა ეკონომიკურ გათვლებზე არის დამოკიდებული. სწორი ეკონომიკური გათვლების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.